გამარჯობა მეგობრებო, მე მქვია ერეკლე და დღეს ჩვენ ვაგრძელებთ Squid Game-ის Tower-ის გასვლას Roblox-ში. კარგი, მოდი დავიწყოთ. ჩვენ აი წინაზე მაგ მომენტში შევჩერდით და მოდი გავაგრძელოთ. Так, აქ ეგეთი ნახტომებია. აი აქ ეგეთი ავდივართ. აქ ფრთხილად უნდა ვიყოთ. აი აქ ეგრე უნდა ახტე. და ჩავარდი. მაგარია. სტოპ, აქ რა არის? გონი ეს ორი ადგილი უბრალოდ ისე არ იქნება. კარგი, მოდი დავხტეთ. და არა. ეს უბრალოდ ისე არის. ეს ორი რაღაცა. ეგეთი რაღაცა აი აქ ჯერ არ ყოფილა, მაგარია. და აქ ფრთხილად უნდა გავიაროთ. ეს საერთოდ ადვილია. ეგეთი ჯერ არ ყოფილა. და ჩავარდი. მაგარია. ისევ ჩავარდი. ნუ გავიარეთ. და ფრთხილად. ესე ძალიან ადვილია. აი კინაღა მოუკვდი და მოუკვდი. ოპანა ვედავინახე. აქაც ეგრე დავხტივართ. ოპა, ტებით ავდივართ. ოპანა და ეგეთი რაღაცა ჯერ არ ყოფილა და მოუკვდით. აქ ფრთხილად უნდა იყო. ნუ თითქმის ფრთხილად გავიარე ყველაფერი. ეს ის სასახლეა Squid Game-დან რომ არის, მაგარია. რამდენი დაგვრჩა საერთოდ? რაღაცნაირად ეგრე რომ შევხედო და ჯერ ბევრი დაგვრჩა. ჯერ არც კი უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ გავივლით მაგას. კიდევ მე გონი ბევრი ნაწილი უნდა ჩავიწერო მაგ თემაზე. ეცერაი მე არ მithქვია, მაგრამ თქვენ ასიანი შეხედეთ აქ სულ Squid Game-ის ფერებში რომ არის ყველაფერი, აი ეს ძალიან მაგარია. აქ ფრთხილად
ეგეთი რაღაც ჯერ არ იყო. პარკური სამკუთხედებზე. ვოი, და აქ რა ხდება? შეხედეთ როგორ ვაიმე! ხოდა რა კარგია რომ ცოცხლები მაინც დავრჩით. მოდი აქ პარკური ბურთებზე ეგ მე უკვე მithქვია წინა ნაწილში. აი აქ ფრთხილად უნდა გავიაროთ. აი ეგეთი რაღაცაც ჯერ არ ყოფილა, ვაიმე. აქ ცოტა ფრთხილად უნდა იყო. და კინაღამ გადავარდი. ვაიმე. დაიცა ეს რა იყო? ჩავარდი ალბათ უბრალოდ რა უნდა ყოფილიყო. აი ეგეთ ადვილ მომენტზე როგორ უნდა ჩავარდნილიყავი, მაგრამ მართალი გითხრათ ეს არც ისეთი ადვილი მომენტია. აი აქ ცოტა უცნაური ფიშკაა. ნუ კარგი. აქ ეგრე გავდივარ თუიო. ეგრე და ეგრე მეგობრებო. კარგი მეგობრებო. მაგაზე მე ვიდეოს დავამთავრებ. არ დაგავიძე ლაიკები დასმა და ჩემი არხის გამოწერა ყველას ნახვამდის.